ალბათ ბევრი თქვენთაგანი დამეთანხმება, რომ დიეტის დაწყების შემდეგ ყველას ერთულია ის, თუ როგორ შევამციროთ ჭამის მადა, ან თუნდაც რაღაც დროით დავივიწყოთ შიმშილი. ზოგიერთი ეთერზეთი ორგანიზმს ეხმარება მადის დაქვეითებაში და აძლიერებს მეტაბოლიზმს. ასე რომ, თუ გექნებათ ეთერზეთების კომპლექტი, სპეციალური მოწყობილობები და ცოტა თავისუფალი დრო, შეგიძლიათ სახლში მცირე სპასალონის მოწყობა. ეთერზეთებით გასახდომად, როგორც წესი, გამოიყენება კომპლექსური არომათერაპია. მადის დასაქვეითებლად შესაძლებელია ინჰალაციის, გამაფრქვეველების ან არომა კულონების გამოყენება. ეს პროცესი ქვეცნობიერად იწვევს დადებით ემოციური რეაქციას, რომელიც ხელს უწყობს უნება-განწყობის გაუმჯობესებას, ნერვული სისტემის დამშვიდებას და მადის დაქვეითებას. ციტრუსის ეთერზეთები, გრეიფრუტი, ბერგამოტი, ლიმონი, პორტოხალი და მანდარინი დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე, ამხნევებს და ატონიზირებს, სწრაფად შეიწოვება სისხლში და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, შლის ცხიმებს და ნორმალიზებას უკეთებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. ასეთი ეთერზეთების ნარევი ხშირად გამოიყენება სხეულის წონის კორექციის და ცელულიტის მასაჟებში. ტკბილი არომატები, რომლებიც ამცირებს მადას, დარიჩინი, ვანილი, მუსკატი და როზმარინი, უხდება ხალხის იმ კატეგორიას, რომელიც დაძაბულობას ებრძვის შოკოლადით და კალორიულობით. ასეთი არომატები აღმოფხრის დეპრესიას, ამაღლებს თავდაჯერებულობას და ხსნის ნერვულ დაძაბულობას. ეთერზეთები, ბექონდარა, სალბი და ანისული, ღამით შეამცირებს მადას. ამ ეთერზეთებით აბაზანა დაეხმარება ორგანიზმს მოდუნებაში, დამშვიდებაში და ღრმა ძილის დადგომაში. ძირითადი საკვების მიღებისას, მადის შესამცირებლად, სწრაფად დანაყრებაში და მიღებული საკვების რაოდენობის შემცირებაში დაგეხმარებათ პიტნის ეთერზეთი. ეთერზეთების გამოყენების წესები კი იხილეთ ვიდეოს აღწერაში.